უვადო თუ სამუდამო პატიმრობა. 1997 წელს საქართველოში სიკვდილის დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის უმაღლეს ზომად უვადო პატიმრობა განისაზღვრა. სისხლის სამართლის კოდექსის 18 მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოქალაქე შეიძლება თავისუფლების უვადო აღკვეთა შეეფარდოს. სამუდამო პატიმრობისგან განსხვავებით, რაც საქართველოში არ არსებობს, კანონმდებლობა ჩვენთან ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში უვადო მჟავდებული საქმე შეიძლება გადაიხედოს და ის გათავისუფლდეს. თუმცა, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უფლებადამცველების ნაწილი სისტემის არაეფექტურობაზე საუბრობს, რაც მჟავდებულს გათავისუფლების იმედს უკარგავს. გასულ კვირას პარლამენტს კანონმდებლობის გადახედვისკენ პატრიარქმა მოუწოდა, დეპუტატებმა საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს. სასჯელახსრულების სამინისტრო კი კონკრეტულ ცვლილებაზე მუშაობს. ნახეთ ვიკა ბუკიას რეპორტაჟი მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მის შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დაგებრუნდებით. როცა სასჯელის 19 წლის მანძილზე ერთხელაც რეჟიმი არ დამიღვევია, დისციპლინარული საფრთხე არ დამისწრებია, 10 მადლობა მაქვს საქმეში. მიზანი მიღწეულია და დღეს საზოგადოებისათვის თავისუფლებაზე უფრო საქმეა. სასჯელის მიზანი რა არის საქართველოში? Am კითხვით უვადო მსჯავრდებულმა გიორგი გელაძემ ბოლო სასამართლოზე იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც მისი სასჯელის შემსუბუქება შეუძლია. თუმცა გელაძის სასამართლო პროცესი ტრადიციულად, ანუ უვადო პატიმრების სტილში დასრულდა. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გელაძე თვლის, რომ მისი სასჯელის მიზანი მიღწეულია, თუმცა 20 წლის წინ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დღემდე ყველაზე დიდი დაბრკოლებაა მისთვის დატოვოს საპყრობილე. არსებობს კანონით გათვალისწინებული მექანიზმი მსჯავრდებულის პირობით ადრე განთავისუფლების, მაგრამ ჯერ არც ერთი უვადო მსჯავრდებული ამ მექანიზმით სასჯელი არ შემსუბუქებია და არ განთავისუფლებულა. პარლამენტმა უნდა იფიქროს, რომ თუ პატიმარი დადგა გამოსწორების გზაზე, პატიმრობა უკვე უვადო კი არ იყოს, იმედი მიეცეს მას, რომ როდისმე გამოვა. როგორც მოსალოდნელი იყო გასულ კვირას პატრიარქის მიერ გამოთქმულ ამ ინიციატივას, რომლის ადრესატი პარლამენტი იყო, სხვადასხვანაირი შეფასებები მოყვა. შესაძლებელია პარლამენტში შესაბამისმა კომიტეტებიც იმჟელოს და დეპუტატების დაინტერესდნენ. თუ კი იქნება რაიმე საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოდერნიზაციას ამ მუხლის რამენერად გულისხმობს, არ ვიცი, ეს განსახილველი საკითხია. ჩვენ ვალდებული ვარ დავიცოთ საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესებიც, ვინც არის აი ამ უვადო მსჯავრდებული პირების შედეგად დაზარალებული. მოქმედი კანონმდებლობით უვადო პატიმრობა ნიშნავს არა აუცილებლად სამუდამო პატიმრობას, არამედ პატიმრობას, რომელიც გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ პატიმრის სასჯელის გადახედვას გულისხმობს. 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ ეს შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ხოლო 20 წლის შემდეგ პირობით გათავისუფლება. უვადო თავისუფლება აღკვეთილს პენიტენციალური სისტემის დატოვება ორი მექანიზმის გამოყენებით შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს და მეორე შემთხვევაში, თუ მის საქმეს სასჯელ-აღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭო განიხილავს. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 74 უვადო პატიმარია. აქედან 10 მსჯავრდებული 15 წელიწადზე მეტია იხდის სასჯელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასჯელ-აღსრულების სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ პატიმრის საქმეს უკვე გადახედა. თუმცა მოთხოვნა დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელის შეცვლაზე 10 პატიმრიდან არც ერთს არ დაუკმაყოფილდა. 10 მსჯავრდებულის, რომელსაც ითხოვა დარჩენილი სასჯელის შეცვლა საზოგადოებრივ სასარგებლო შრომით, ამაზე დაყნობით ვქვათ, რომ ეს მექანიზმი გაუმართავია, მოუქნელია და თავის საქმეს ვერ აკეთებს, მე მგონია ძალიან ხმამაღალი განცხადება იქნება. ვერ გავიზიარებ კატეგორიულად ამ პოზიციას, იმიტომ რომ 10 შემთხვევაზე თუ ასაუბარი, 10-დან რომ სტატისტიკა ამ მიმართულებით არ არის და არც ერთი მათგანი არ განთავისუფლებულა, ეს უკვე სისტემური პრობლემაა. განსხვავებული პოზიცია აქვს ადამიანის უფლებათა ცენტრში. თამარ ავალიანი თვლის, რომ არსებული სამართლებრივი მექანიზმების პრაქტიკაში არ გამოყენება უვადო პატიმრებს თავისუფლებაზე გამოსვლის იმედს უკარგავს, რაც სასჯელის ამ ფორმას ეწინააღმდეგება. სახელმწიფო სტრუქტურებმა, ამ შემთხვევაში ადგილობრივმა საბჭომ, ყოველთვის უნდა გადახედოს უვადო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის გაგრძელების, როგორც უვადო მსჯავრდებულის სასჯელის გაგრძელების მიზანშეწონილობას, აუცილებლობას. უნდა გაითვალისწინოს ის, რომ უვადო მსჯავრდებული მაგათაც როგორ იქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში.
საბჭო თვითოულ პატიმარს 5 კრიტერიუმით აფასებს. ეს არის დანაშაულის ხასიათი, წარსულში ჩადენილი ქმედებები, პიროვნული თვისებები, ოჯახური მდგომარეობა და ქცევა დაწესებულებაში. თუმცა მიზეზი, რის გამოც პატიმარს უარს ეუბნებიან, ყოველთვის ჩადენილი დანაშაულის ხასიათია, რაც ცხადია, უვადოდ თავისუფლება აღკვეთილებს განსაკუთრებით მძიმე აქვთ. როგორც წესი სასამართლოები ბათილად ცნობენ ამ უარს ადგილობრივი საბჭოსი. უბრუნებენ კვლავ ადგილობრივ საბჭოს და ადგილობრივი საბჭოები კვლავ იხილავენ ამ საკითხს და ხშირი შემთხვევა მქონია პრაქტიკაში, რომ ისევ უარს ეუბნებიან და ისევ საჩირდება და აი ამ წრეზე ვტრიალებთ. თქვა და პირდაპირ მოახდინოს მჟავრდებულის გათავისუფლება, ამას დღევანდელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ჩვენ მუშაობთ გარკვეულ მოდელზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს მიეცეს ამის უფლება და თითქმის უკვე სამინისტროში მომზადებულია ეს კანონპროექტი და ვაპირებთ, რომ ძალიან მალე წარუდგინოთ ჯერ პირველ რიგში საქართველოს მთავრობას და შემდეგ საქართველოს პარლამენტს. ბოლო ინიციატივა, რომელიც უშუალოდ უვადო მსჯავრდებულებს შეეხო, 2014 წელს განხორციელდა. პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა ცვლილება შეწყალების წესთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს უვადო მსჯავრდებულების შეწყალებას ნაცვლად 25 წლისა 15 წლის შემდეგ. ამ ინიციატივის ტენდენცია რიცხვებში ასეთია. შეწყალების საკითხთა კომისიას შუამდგომლობით მიმართა 65-მა უვადოდ თავისუფლება აღკვეთილმა პირმა. შეწყალებულ იქნა 5 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული, 3 ქალი და 2 მამაკაცი. დღეს მონაცემებით საქართველოში უვადო პატიმარი ქალი არ არსებობს. შეწყალების აქტი გულისხმობს იმასაც, რომ სასჯელის ის ფორმა, რაც არსებობს უვადო მსჯავრის სახით შემცირდეს და გახდეს უფრო ახმადი, უფრო ადეკვატური. დღეს უვადო თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის 18 მუხლის წინააღმდეგ გამოიყენება. მათ შორისაა განზრახ-მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ტრეფიკინგი, საბოტაჟი, ტერორისტული აქტი, ნარკოტიკებით ვაჭრობა და გენოციდი. იმ ადამიანების გათავისუფლება, ვინც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, ჯერ კიდევ რჩება სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გადაუწყვეტელ დილემად.